გაჟონილი შიდა დოკუმენტები, როგორც იუწყებიან, აჩვენებს თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთო რაკეტებისა და დრონების საფრთხეების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჰუთებმა 2022 წელს აბუ-დაბი დაარტყეს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, როგორც იუწყებიან, ისრაელის Elbit Systems სასწრაფოდ სთხოვეს 6 ჰერმეს 900 სადაზვერვო დრონი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 180 მილიონი დოლარია. დოკუმენტების მიხედვით აბუ-დაბი მოგვიანებით განიხილა ამ რაოდენობის 45 დრონამდე გაზრდა, რაც შესაძლოა 1.3 მილიარდი დოლარის გარიგება ყოფილიყო. ასევე აღწერეს წინადადებები სადაზვერვო თვითმფრინავების, ბარაჟირებადი საბრძოლო მასალებისა და თანამედროვე ელექტრონული ომის სისტემებისთვის. თუმცა დოკუმენტები გაავრცელეს ჰაკერებმა, რომლებიც ირანის დაზვერვასთან არიან დაკავშირებულნი. და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი გარიგებები დასრულდა საბოლოოდ. Elbit აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს კომპანიის რეალურ საქმიანობას. მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას დაპირებული მასშტაბური ამერიკული დარტყმები ირანზე გაუქმდა, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ საუდის არაბეთმა, ყატარმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სთხოვეს მას გადაედო დარტყმები. თუმცა ეს თითქოს ეწინააღმდეგება Wall Street Journal-ის ანგარიშს, რომელიც ამტკიცებს, რომ ემირატებმა ტრამპს მოუწოდეს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. აბუ-დაბის რეალურად რას სურს? და როცა ვაშინგტონი ომსა და დიპლომატიას შორის წონასწორობას ეძებს, ვინ მართავს სტრატეგიას? ამერიკელები თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები? საკითხის გასაგრძელებლად ჩვენთან ერთად ახლა არის აშერ ფრიდმანი, ეროვნული უსაფრთხოების მისკატის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. აშერ, ძალიან ვიხარია, რომ აქ სათხელს 24 ნიუსზე ჩვენთან ერთად ხართ. რატო უნდა მოეთხოვა აბუ-დაბის უფრო მკაცრი მოქმედება და შემდეგ თხოვნა ტრამპისთვის, რომ შეეჩერებინა? როგორ უნდა გავიგოთ ეს წინააღმდეგობრივი განცხადებები? მადლობა ნიკო. არაბთა გაერთიანებული საამიროების სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის წინეტინა ხაზზე იყო ირანის თავდასხმებზე რეაგირების მხრივ. ისრაელთან თანამშრომლობდა და თავადაც განახორციელა გარკვეული, შეზღუდული, მაგრამ მაინც შეტევითი დარტყმები ირანზე. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აბუ-დაბისთვის მიუღებელია სიტუაცია, როცა თეირანში კვლავ არსებობს რეჟიმი, რომელიც მეზობლებს ემუქრება. თეირანს მხოლოდ ის სჭირდება, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა დაარღვიოს. რამდენიმე თვეში ერთხელ დრონი გაუშვას დუბაიში და ეს ძალიან დააზიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ მოდელს. ეხლა საამიროები ცდილობს, ერთ-ერთი მათი მიდგომაა დასავლეთისკენ მიმართვა, ანუ ინდოეთი, შუა აღმოსავლეთი, ევროპის კორიდორი. ახალი მილსადენები, რომლებიც სრუტეებს აავლიან გვერდს, პირდაპირ ფუჯაირაში მიდიან და ჰორმუზის სრუტეს გვერდს უვლიან. მაგრამ ამავე დროს საბოლოოდ, ჩემი აზრით, საამიროებს სურთ, რომ თეირანში იყოს რეჟიმი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მის არაბ მეზობლებს სპარსეთის ყურეში. მაგრამ რაც შეეხება იმას, რასაც ეხლა ხედავთ, ვაშინგტონი ისევ ადგენს რეგიონულ სტრატეგიას. თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად იღებენ გადაწყვეტილებებს. რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტს საუდის არაბეთიდან დაურეკეს, დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდეს და მან მოусმინა და თავდასხმები გააუქმა. რამდენად დიდი გავლენა აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებს პრეზიდენტის სამხედრო გადაწყვეტილებებზე ამ პლეტილებებზე ამ ეტაპზე? დაგი ნიკო, ეს ძალიან კარგი კითხვაა. და საუდის არაბეთი, ვიტყოდი, საკმაოდ შემწყნარებელია ირანის მიმართ. შეიძლება ითქვას, ცოტა იმედგამაცრუებელიც კი. გულისხმობს, საუდის არაბეთის საჰაერო ძალები უფრო დიდია ვიდრე ისრაელის საჰაერო ძალები. თუნდაც მათ არ ქონდეთ ის გამოცდილება ან შესაძლებლობები, რაც ისრაელს აქვს. იმედი გექნებოდა, რომ ისინი ოდნავ უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად ესხმის თავს მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას. მაგრამ საუდის არაბეთი, სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნები ზეწოლას ახდენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. მათ სურთ, რომ ამ საკითხს დიპლომატიური გადაწყვეტა მოეძებნოს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე დაყრდნობით, რასაც ის ამერიკის ინტერესებად მიიჩნევს. იქნება ეს სპარსეთის ყურეში გადაზიდვებთან, ნავთობის ფასებთან დაკავშირებული შუალედური არჩევნები, ამერიკის ინტერესების სრული სპექტრი, ბის სრული სპექტრი, ამერიკელი სამხედროების დაცვა სპარსეთის ყურეში. მე ვფიქრობ, რომ სწორედ პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ვინც დღის წესრიგს განსაზღვრავს, მაგრამ ხშირად სასარგებლოა, გამოსადეგია, თხოვნები რეგიონში ამერიკის პარტნიორებს მიაწერო. თქვენ წერთ, რომ საუდის არაბეთმა ირანთან მიმართებაში ამ ომის განმავლობაში თითქმის იგივე პოზიცია დაიკავა. მაგრამ თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლა უფრო საუდის არაბეთის მხარეს დგას, ხედავ თუ არა უფრო ერთიან პოზიციას სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ირანის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ ყველა სპარსეთის ყურის ქვეყანა ვეყანა, მათი ინფრასტრუქტურა შედარებით დაუცველია. ის გამაგრებული არ არის. მათი ქალაქები ისე არ არის დაცული, როგორც მაგალითად აქ ისრაელში, სადაც ჩვენ შეჩოვლები ვართ სამოქალაქო თავდაცვას, რაც გვაძლევს განძლეობას და თავდასხმების გაძლების უნარს. მე ვფიქრობ, ეს ფაქტია. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მომდევნო წლებში შეიცვლება. მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე სპარსეთის ყურეში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა სახის ზიანის ან ზარალს შეიძლება ირანმა მიაყენოს, თუ საქმე მართლაც გამწვავდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ განსხვავება საუდის არაბეთსა და რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩინეთის შუამავლობით ირანთან შერიგებას დაუბრუნდა და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც ბევრად უფრო ვიტყოდი, თეირანის მიმართ პოზიციით უფრო მკაფიო და გაბედული იყო.
ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ მიდგომებს ყურის ქვეყნებს შორის. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მათგანი დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებს და არა ესკალაციას, რაც ამ ეტაპზე ნამდვილად დააზიანებდა მათ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას. კარგი, აშერ ფრიდმანი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ i24 News-ზე. და გვესმის თქვენი შეხედულება იმ პოზიციაზე, რომელსაც ახლა ყურის ქვეყნები იკავებენ. მადლობას გიხდით. მადლობ, დიდი მადლობა.